მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია 22 საათი და ჩვენ ეთერში ვართ სამწუხარო თემით, რა თქმა უნდა და სამწუხარო ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ჩვენ საზოგადოებას. გიგა ავალიანი, რომელიც იყო კარგი შვილი, პედაგოგი, კარგი ადამიანი, ის 2025 წლის 1 ოქტომბერს თავდასხმის მსხვერპლი. თავს დაესხნენ ახალგაზრდა ბიჭები და ის 2025 წლის 20 ოქტომბერს გარდაიცვალა. ჩვენ დღეს გვყავს გიგა ავალიანის დედა, ქალბატონი ეკა კუპადაძე და მას ვთხოვ მოგზანდით ჩვენთან გადაცემაში. გამარჯობათ ქალბატონო ეკა. ძალიან სამწუხარო გადაცემას ვაკეთებთ ახლა ჩვენ და მოსახლეობას ვაწვდით საზოგადოებას, მაგრამ ამ ბედს ვერ გავექცევით. მოდი ვთქვათ. ქალბატონო ეკა, პირველ რიგში რა მინდა რომ ვთქვა. და პირველი კითხვა რაც შეიძლება რომ მოსახლეობას მივაწოდოთ, რა არის თქვენი ბრძოლის უნარიანობა, რაზე ბრძოლობთ და რას ხედავთ თუ სამართლობას ან სამართლიანობას თქვენ ამ ფაქტთან მიმართებაში. ეხლა უკაცრავად მეც დაბნეული საუბრობ, იმიტომ მკვდარშვილი დედას ვესაუბრები და მაპატიეთ რა. დიახ. მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ვიდრე თქვენ კითხვას პასუხს გავცემ, თუ არ მიწევთ პატარა შესწორებას შევიტან თქვენს წინა სიტყვაობაში. გიგა გახლდათ ექიმი. უბრალოდ მას ჰქონდა დამთავრებული ვეკო საჯარო სკოლა, ეს არის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, იცოდა მათემატიკა ძალიან კარგად და მოსწავლეებს ამზადებდა მათემატიკაში, იმიტომ რომ შეეგროვებინა თანხა, რათა მერე სწავლა გაეგრძელებინა ამერიკაში თავისი მიმართულებით სამეცნიერო განხრით. მას უნდა და მას ჰქონდა მიზნები და ეს მიზნებისთვის მიღწევადი ყოფილიყო ადვილად, რასაც აკეთებდა. იმიტომ რომ რადგან მასწავლებლის რანგში მოკლეს, თავდაპირველად ყველას ეგონა რომ გიგა იყო მასწავლებელი, გიგა იყო ექიმი. და უბრალოდ რეპეტიტორობას ეწეოდა ჩემთან ერთად. ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვაზე პასუხს. ჩემი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ყველა დამნაშავე, აბსოლუტურად ყველა, ვინც სხვადასხვა ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს, ვინც სად რა დანაშაული ჩაიდინა გიგასთან მიმართებაში, ვინც კი რაიმე დანაშაული ჩაიდინა, აბსოლუტურად ყველა დაჯდეს საბრალდებო სკამზე. მე რომ ამას ვამბობ, აქ მოვიაზრებ უშუალოდ მკვლელებს, ვინც იცოდა ინფორმაცია და არ გაამხილა, ექიმებს, სამართალდამცავებს, თუნდაც ახალ გამოჩეკილ დამნაშავეს, ეს არის ფსიქოთერაპევტი, რომელმაც ყალბიცნობა გასცა ნიაინაძის შესახებ და ასე შემდეგ. ანუ ყველას აბსოლუტურად ვისაც კი ბრალი მიუძღვის პიროვნება გიგა ავალიანის წინაშე. და პროპორციულად უნდა აქვს ყველამ პასუხი. ვიბრძოლებ ჯერ იმისთვის, რომ ყველა დაჯდეს საბრალდებო სკამზე და მერე უფრო მეტად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დავარწმუნო მოსამართლე თუ რატომ უნდა იყოს სასჯელი მაქსიმალური და მე ჩემ პოზიციის დაფიქსირების დროს მე უბრალოდ ჩემს პოზიციას არ ვაფიქსირებ ხოლმე. მე ჩემს პოზიციას ვამყარებ ფაქტებით, არგუმენტებით. და სამართლიანობით, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, სამართლიანობით. და ეს აბსოლუტურად ყველამ უნდა აგოს მისი წილი პასუხი ამ უდიდესი დანაშაულის წინაშე, იმიტომ რომ მოკლულია, უკაცრავად კითხვის დასმა არ გაცადეთ, მოკლულია სადისტურად, უდანაშაულო, ჯანმრთელი, სახსალამათი, ახალგაზრდა ექიმი და მე ამას არავის არ ვაპატიებ აბსოლუტურად. და რაც შეეხება თქვენ მე ეს კითხვაც დამისვით იმ პირველ კითხვაში, რომ ბრძოლის უნარიანი, მე ვარ საკმაოდ ბრძოლის უნარიანი, ფიზიკურადაც ვარ ჯანმრთელი, მაგრამ ასევე ვარ მტკიცე ხასიათის და არასდროს მე ჩემი სიტყვა არ გამიტეხავს. ჩემი ნათქვამი სიტყვა ყოველთვის ჩემი საქმის გარანტი იყო და მე ჩემს შვილს სიტყვა მივეცი, რომ ყველას პასუხს ვაგებინებდი და ამას საქმით დავუმტკიცებ გზას. და სხვათა შორის მინდა ვახსენო, აი როგორც ძალა და თქვენ არ ნებდებით ამ ყველაფერზე და უფრო გაძლიერებთ, მე მგონი ყოველდღიური რაღაც სიმწარე და რაღაცა, მაგრამ გამწარებულ დედა 10 ვაშკაც ჯობიაო ნათქვამია და მე თქვენ გისურვებთ ჯანმრთელობას და ბრძოლის გაგრძელებას, სანამ თქვენ სამართლიანობას არ მიაღწევთ და არ იქნება სამართლიანი ამ ქვეყანაში ეს
ესეთი გახმაურებული საქმე და მკვლელობები, რა თქმა უნდა და ეხლა თქვენ ახსენეთ იაიმნაძე. იაიმნაძე რა ფიგურანტი არის ამ მკვლელობასთან არსებული ვითარებაში? დიახ, იაიმნაძე გახლდათ გიგას მოსწავლე. სულ რამდენიმე გაკვეთილზე იყო ის გიგასთან და რადგან გაკვეთილებს აცდენდა, არც ცოდნა ქონდა, არც სურვილი ქონდა სწავლის და ჩვენ მე და გიგას საუბარიც ქონდა მის გაშვებაზე. სწორედ იმავად სახსენებელ 26 სექტემბერს, როცა გიგას მკვლელობა დაიგეგმა, 2 წუთებზე მე უკაცრავად, ქალბატონო ეკა, შეხედე აქ მინდა დავაზუსტო. აი რატო დაიგეგმა 26 სექტემბერს, რატო არის ეს ციფრი გამოკვეთილი? ან რატო მოხდა 26 სექტემბერს მანდა მაინც გიგა ავალიანის მკვლელობის დაგეგმა? დიახ, 26 სექტემბერს იაიმნაძე არ გამოცხადდა გაკვეთილზე და მე შევეყობინე დედას. და ეს იყო მისთვის ძალიან დიდი დისკომფორტი. იმიტომ რომ ალბათ არასდროს არავის არ უთქვამს იმ გოგოსთვის ისწავლეო და ალბათ არავის არ მოუთხოვია სწავლა, არც ვერ გეტყვით. მე დავუკავშირდი დედას. ეხლა ჩვენ გველოდება იაიმნაძის წინააღმდეგ რაღაც მოკლედ იაიმნაძე ჯერ კიდევ არ არის ბრალდებული და შესაბამისად ღრმა დეტალებში აქ მასე არ ჩავან. ხო, ჯერ პროკურატურა დღეს იძიებს და ხელი არ შეუშალოთ პროკურატურას. დიახ, აი ზუსტად ეხლა ვარ ზუსტად მაგ ეტაპზე რომ ეგ კი არა 14 ოქტომბერს იქიდან რომ წამოვიდა, სად წავიდა, რა გააკეთა, რა ქნა, ყველაფერი გაშიფრული გვაქვს და არ მინდა ეს წინასწარ თქვა. ხლა მე 14 ოქტომბერი გავაჟღერე, მათ ძალიან კარგად იციან სად წავიდნენ, მაგრამ შესაძლოა ამისი საწინააღმდეგო რომ ეხლა მოვამზადონ, მაგრამ ჩვენ ფაქტები გვიდევს, ჩვენ ინტერნეტ ტრაფიკი გვიდევს და იქ ხედავთ მის გადაადგილებას. და ამას ვერ გაიქცევიან. შესაბამისად, მოდით მან სიღრმეში ღრმა არ ჩავიდეთ, მოდი. დიახ, მაგრამ იაიმნაძისთვის ჩვენ ვიყავით ხელის შემშლელები, დისკომფორტს უქმნით მის ნებიერ ცხოვრებას, იმიტომ რომ ჩვენ მას ვთხოვდით სწავლას. და შესაბამისად მას ყავდა პირსისხლიანი შეყვარებული, რომელიც აი არაერთხელ მithქვამს და ბოდიშვიხთი ამ გამონათქვამის, მაგრამ ის სვამდა და არ წევდა ადამიანის სისხლს. ეს ალექსანდრე გაბაშვილი და სწორედ ალექსანდრე გაბაშვილთან დაიჩულა მან იმის შესახებ, რომ მასწავლას თხოვდნენ. ეხლა ცოტა სხვანაირად ვამბობ, სიამოვნებაში ეს ასე არ არის, ხო? ქალბატონო ეკა, ბოდიში სიტყვას დაგატოვებინებთ, მაგრამ ის ალექსანდრე გვარი შემახსენეთ? გაბაშვილი არ იქნებოდა პირველადი მკვლელი ადამიანის, ან პირველადი თავდამსხმელი ადამიანზე სავარაუდოდ მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ მას ჰქონდა ეს მონაცემები, ალბათ არა ეხლა სწავლის გამო მიხვიდი ადამიანთან და თავდასხმა გაუკეთო და ბლაგვის საგანით მოკლა. ეგ მე ვფიქრობ, რომ ეს პირველადი არ იქნება მისთვის. დიახ, ბატონო კახა, თქვენ რაც ბრძანეთ, ახლა არ იქნებოდა პირველადი. ზუსტად ეს თქვი მე თავიდან რომ ვერ მოკლავ ადამიანს ესე, მით უმეტეს გიგა ავალიანს. გიგა ავალიანი იყო პიროვნება, ვისაც ჰქონდა უხინჯო წარსული და არ არის მარტივ ესე მიხვიდე და მოკლა, ხო? და მით უმეტეს კიდევ მეორე გიგა ავალიანისნაირი. ამიტომ მე ვამბობდი, რომ ესენი არ არიან ჩვეულებრივი მკვლელები. მე ახლა აგერ გამწერებული დედა ვარ, მაგრამ არ შეგიძლიათ ადამიანის მოკლა პირდაპირ. მაგრამ მე ვერავინ ვერ იტყვის, რომ წავედი, ყველას მისამართი სახში მიდევს, საქმის მასალებში ყველას წერია და ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე თუნდაც ერთის მკვლელობა დავაპირე. ან გაიფიქროთ თუნდაც, ვერა. გაფიქრებით, ეხლა ასეთი მობიერიც არ ვარ, მინდა გისხათ, მე არც ერთ მინდა ისინი ცოცხალი იყოს, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ. და შესაბამისად არ არის მარტივი ესე მოკლა, მით უმეტეს როცა ხარ არასრულწლოვანი, ესე იგი შენ სული გაქვს ძალიან ბინძური, მწარე ხარ უკვე პირსისხლიანი მკვლელი და ეს ვერ იქნება პირველი, იმიტომ რომ ამას ჭირდება გამოცდილება, იმ მუჭის დარტყმის ცოდნა ჭირდება. გიგა იყო ფიზიკურად ძლიერი პიროვნება და მათ იცოდნენ როგორ უნდა გაენეიტრალებინათ გიგა, როგორ უნდა წაიქციათ გიგა და მე როგორ უნდა მიეყენებინათ ის სასიკვდილო დარტყმა თუ დარტყმები და შესაბამისად ვერ იქნებოდა ის
ესე უბრალო კვლელი. ის იყო რაღაცა სხვა სექტის წარმომადგენელი, ეს იყო პირნათელი და ისა ბოდიში და უკაცრავად ეს იყო ნათელი, რომ ის იქნებოდა პირსისხლიანი მკვლელი და რაღაცა სექტის წარმომადგენელი, მე ახლა არ ვიცოდი, რამდენი ჯგუფები თუ არსებობდა და სწორედ ამიტომ ყვიროდი მეც ხომ ახლა ეს დადასტურდა მათი ტელეფონებიდან ამოღებული ვიდეოებით, ისინი მოძალადეები იყვნენ და გიგა იყო ერთ-ერთი რიგით, უბრალოდ გიგა მოუკვდათ. ქალბატონი ვეკა, შეხედე რა მინდა რომ ვთქვა. ეხლა გადაცემა როგორც გავა, მაყურებელი ყველა სიტუაციაში იტყვის, რომ პატივი არცემ ქალბატონ ეკას და ფეხზე დგომით მიყავთ გადაცემა, ანუ ეს ფორმატი, მაგრამ მე თქვენ გითხართ, რომ ფორმატი შევცვლი და მაგიდასთან და სკამთან მოვახერხებდი და აი, ხო, ან თქვენ მითხარით ჯანმრთელი ვარ და თქვენ ჯანმრთელობას პატივს ვცემ და უფრო მეტი ჯანმრთელობა მოგცეთ ღმერთმა. ქალბატონი ეკა, მე მაქვს ერთი კითხვა. რომელ კითხვასაც, ანუ თქვენ ირგვლივ მე ყველაფერი ვიცი, სატელევიზიო ფორმატებიდან, YouTube, სოციალური ქსელებიდანაც, მაგრამ რომელიც სოციალური ქსელებიდან გამოდის ზოგჯერ ინფორმაცია არის ცრუ ინფორმაცია. გაჟღერდა, რა თქმა უნდა, ინა იმნაძის საავადმყოფოში გადაყვანაც გაჟღერდა და ჩვენ საზოგადოებას სიმართლე რომ მოვახსენოთ და რა იყო მისი დაუშვათ სასამართლოში არ მიცემა ჩვენების. დიახ, მოდით ასე ვიტყვი ჯერ. მია იმნაძეზე წეღანაც მეც რო საუბრობდი, არ დავასრულე, კარგად აზრი და არ იყო ის სწორი, ისა სრული აზრი. ხო, თუ აზრი არ დავასრულე და რაღაც ფრაგმენტი თქვი, ის იმას სწორს ვერ უწოდებ, ხო, მაგრამ ეხლა რა ნაწილის თქვენ მითხარით, მოდით იმ ნაწილზე ვისაუბრებ. დიახ, მია იმნაძე სასწრაფოთი არ წაუყვანიათ, მე გავასწორე ეს ინფორმაცია ჩემს პოსტში და გავასწორე რა მე არ ვითქვამს არასდროს რომ იმნაძე წაიყვანეს სასწრაფოთი, მაგრამ რომ ნახე მე სოციალურ ქსელებში რომ ასე ეწერა რომ სასწრაფოთი გაიყვანეს, გავასწორე. იქ სასწრაფო გავიდა, ანუ ნია იმნაძე მოიყვანა სასამართლო პროცესზე პოლიციამ და წაიყვანა პოლიციამ სახლში. და პერიოდი ნია იმნაძის გაყვანის, როცა იყო იმ დროს გავიდა სასწრაფოს მანქანაც. სასწრაფოს მანქანა როცა გადიოდა სასამართლოს ეზოდა მეც იქ ვიდექი. და თქვენს რომ ნია იმნაძე გაყავთ. მე ვიცოდი რომ ნია იმნაძე ჯამრთელი კარგად სახსალამათი გამოვიდა სასამართლოს დარბაზიდან, მაგრამ ხომ არ ვიცოდი იმ სასწრაფოს მანქანაში იჯდა თუ არა. შესაბამისად მე ეს წინადადება იქვე არ გამისწორებია, იმიტომ რომ მეც არ ვიცოდი ვინ იჯდა სასწრაფოს მანქანაში. მე როცა გავარკვე სასწრაფოს მანქანით ნია იმნაძე არ გადაუყვანიათ კლინიკაში, ნია იმნაძე წაიყვანა პოლიციამ სახლში. მას უნდა ეს უზრუნველყო, ნია იმნაძის სასამართლო პროცესზე უსაფრთხოდ მიყვანა და უსაფრთხოდ მერე სახლში გადაყვანა. და პოლიციამ ეს შეასრულა, უსაფრთხოდ მიიყვანეს სახლში. ანუ ია იმნაძესთან დაკავშირებით არც სასამართლო პროცესზე ცუდად არ გამხდარა ცუდად. ნია იმნაძე სასამართლო პროცესზე. მე გახლით იმ სასამართლო პროცესზე და პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს ყველა ნათქვამზე. ანუ ია იმნაძეზე სრული მტკიცებულება ჯერ არ დევს, რა თქმა უნდა და მტკიცებულების გარეშე ადამიანის დაჭერა და რაღაცა არ შეიძლება და ჩვენი პროკურატურა, საქართველოს პროკურატურა ამას გააკეთებს და სამართლიანობას აღადგენს. დიახ, მტკიცებულებები საკმაოდ უხვად არის, მაგრამ არის კიდევ რაღაც ნიუანსები, რაღაც მოლოდინში კიდევ ვართ და ხო, რა ვიცი, ვნახოთ, ჯერ კიდევ გრძელდება მტკიცებულებების შეგროვება და დეტალების მოკვლევა და ასე შემდეგ. თქვენ ხომ არ ფიქრობთ, ეს იყო დაკვეთილი მკვლელობა თუ გაუაზრებელი მკვლელობა? ისეთი კითხვა დამისვით, იცით, 3 დღე არიან ჩასაფრებაში. ეს არის განზრახ მკვლელობა, დაკვეთილი მკვლელობა, განზრახ მკვლელობა, ეს შემთხვევა ეს ცოტა ისეთი ფაქისად გასავლები ხაზები ამ ტერმინებს შორის და მოდით ასე ვიტყვი, რომ გამიზნული ქონდათ მათ, რომ გიგავალიანი მოეკლათ. ხო, მაგრამ გიგავალიანის ბოდიში შეხედეთ დავაზუსტეთ. გიგავალიანის როცა არ იცნობდა ის ბიჭები, ის ახალგაზრდები, ამათ არანაირი ის არ ექნებოდათ. ახლა გიგავალიანი მანდა მაინც მოეკლათ, ან მათთვის მნიშვნელობა არ ქონდათ, ვინ იყო სუბიექტი. მათთვის მნიშვნელობა ქონდათ, რომ ვიღაცა ზოგადად ვიღაცაზე ეძავადათ. უბრალოდ გიგავალიანი რატომ? მაშინ მოდით ასე ვთქვათ, გიგავალიანი იმიტომ, რომ იმ ალექსანდრე გაბაშვილის შეყვარებულს სწავლას თხოვდა.
ჩვენი დანაშაული, ჩემი და ჩემი შვილის არის ერთადერთი ჩვენია, იმაზე ვთხოვდით სწავლას. ეს დანაშაული არა, ქალბატონო, რას ლაპარაკობ? ასე შეგვიგაცხეს ჩვენ ეს ქმედება და ამის გამო დანაშაული არის კი რა, ისე დონის დანაშაული გამოგვივიდა, რომ ამას შეეწირა ჩემი შვილი. ეს დიახ და გიგა ავალიანის მოკლა გამიზნული ქონდა ალექსანდრე გაბაშვილს. ეხლა არ ვიცი მე თქვენი საეთერო დრო რამდენია? ვისაუბროთ რამდენი წლება? ამაზე და მაშინ დეტალებში გეტყვით იმას, რომ შეზღუდული არ აქვს დრო? დიახ, 3 დღე იმყოფებოდნენ უწყლეთად, გადაბმულად. ეს არ იყო თქვათ, რომ ჩაუსაფრდნენ ჯერ პირველში, მერე 7-ში, მე რაღაც 15-ში, არა. გადაბმულად ესაფრთებოდნენ გიგას, გადაბმულად მიმდინარეობდა თვალთვალი და მოყვებოდნენ სახლამდე წინა დღით. მე და გიგა სახლში შევიდოდით ყველაზე მაქსიმუმ 12-20 წუთზე. ეს იყო მაქსიმალური დრო, მაგრამ მოდით 10 წუთით მათკენ იყოს კიდე და დაუშვათ მე და გიგა ვთქვათ სახლში შევედით 12:15-ზე. 12 საათზე გიორგი რიკაძეს ჩვენი სადარბაზოსთვის გადაღებული აქვს სურათი. ან ჩვენ მომსახში ავედით, 9 საათი კიდევ იქ იყვნენ. რატომ? იმიტომ რომ ისინი სწავლობდნენ ადგილს, სადაც უნდა მომხდარიყო თავდასხმა. თორემ 826 მეტრი მანძილზე გამოყვნენ გიგას. ანუ როცა 3 დღის განმავლობაში უწყლეთად ხარ ჩასაფრებაში, რამდენიმე საათით მიყვები და ბოლო წერტილზე რომ მიდიხარ, იქ ბოლო წერტილზე კიდევ ათვალიერებ ადგილს და ათვალიერებდნენ შედარებით ბნელად, ის ახლა ქალაქში ვართ, ხო, დედაქალაქში და არ არის უკუნიღამი არსად. ხო, და სულ რომ ლამპიონი არ იყოს, მაინც корпуსის ფანჯებიდან გამოსული შოკი მაინც არის, ხო? ანუ შედარებით ბნელად გისათვალიერებდნენ, კამერებისგან დაცულად გისათვალიერებდნენ და ასე შემდეგ. ანუ ხალხმრავალი ადგილი არ უნდა ყოფილიყო, თორემ 826 მეტრი მანძილზე გამოყვნენ გიგას. და შესაბამისად მერეთაც სწავლობდნენ და ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ იყო კაფიოდ განზრახ ჩადენილი ქმედება და რა ქმედება? კულელობა. რატომ კულელობა და რატომ არ ვიმეორებ იმას, რაც მათ ბრალი ქონდათ? ეს იყო, მათი ბრალი იყო განზრახ სხეულის მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია გარდაცვალება. იმიტომ რომ ის ალექსანდრე გაბაშვილი, რაც საქმის მასალებში გვაქვს, წერს მაპატიეთ, ციტირება უნდა გავაკეთო, თქვენს მაპატიეთ და ჩვენმა მსმენელმაც ამბობს, ვინმე თესლი რომ მყავდე სახელმწიფოში მოკლავდი. იპო ვაგერ მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანი არის მონაწილე. ანუ ამ საუბრის შემდეგ იპოვა მან გიორგი მალანია და გააკეთა ის, რისი გაკეთებაც უნდოდა. ეხლა უკაცრავად და ერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა კიდე თავიდანვე, რომ გაბაშვილმა ფეხებში აწია მოსასულიერებლად და მე არ მქონდა გიგას მკვლელობის ვიდეო ნანახი. და აწია ფეხებში ეს თქვა ადვოკატმაც ჩემმა, ვისაც ჰქონდა ნანახი, კაპიტანმა დარჯან სულაშვილმა, მეუბნებოდა ამას პროკურორი ლუკა გამყრალიძეს და მე ნანახი არ მქონდა და რასაც მეუბნებოდან იმას ვხედავდი როგორც მოცემულობას. და სასამართლო პროცესზე, როცა დასკვნის სიტყვას ამბობდა კაპიტანი ქეთსონიძე პროკურორი, მან იქ ვერ ვიყურე მე ბოლომდე ის მე მოსამართლემ ბატონმა რომეო ტყეშელაშვილმა შეაწყვეტინა ჩემი იქ ყოფნის გამო ვიდეო დაუთხრა რომ მე ეს ნანახი მაქვს შევწყვიტოთ და მე გააგრძელეს მასე საუბარი, მაგრამ კაპიტანმა ქეთსონიძემ თქვა რომ აი ერთ ხელში ისა ერთი ფეხი ხელში უჭირავს გაბაშვილს და მეორე ფეხი რიკაძეს და დააკვირდით ხელებს. ანუ გაბაშვილს ეცვა ჟაკეტი აი აქ თეთრი რაღაც ზოლებით და რიკაძეს ერთხვა შავი. მართლაც გიგას ერთ ფეხში ასეთი ტანსაცმლიანი ხელი იყო და მეორე ფეხში შავი და მოსასულიერებლად კი არა, ჩემი სპექტაკლი და ჩემი ღირსეული შვილი მაპატიეთ ესე გამოთქმისთვის მეც მიჭირს ამისი წარმოთქმა, ესე აპორციალეს ფეხებით, მე არ ვარ ასეთი ლექსიკონით მოსაუბრი ადამიანი, მაგრამ ამათ ქცევებს აკადემიური ენა არ ერგებათ და თავიდან ვითომ აჯერებდა ხალხს ალექსანდრე გაბაშვილის მამა, უფროსი ალექსანდრე გაბაშვილი, მოსასულიერებლად ასწიეს.
თალხედი პირცისხლიანები. ქალბატონო ეკა, აქ სხვა მოცემულება მეც დავამატებ კიდე ბოდიშტიხტით. დაამატეთ. ეს იმდენად ჩვეული ქცევა იყო და იმდენად ბუნებრივი იყო და იმდენად წარბიც არ შეტოკებიათ მათ, რომ მე ესეც სასამართლო პროცესზე ვნახე, მე მაქვს ეს ვიდეოები სახში, მაგრამ ვერ ვნახულობ. ესეც სასამართლო პროცესზე ვნახე, იმ დასკვნით სიტყვას როცა ამბობდა ქალბატონი ქეთსონიძე, რომ მას შემდეგ რაც გიგა ესე დააგდეს, ის კი ნახამარეთ ემქელმა ბიჭებმა, მაგრამ ესენი ხომ წამოვიდნენ. თავიდან ისიც გაჟღერდა, რომ სასწრაფოს დაელოდენ, არა, ისინი რომ ტაქსში ჩაჯდნენ, იმის შემდეგ არის სასწრაფო გამოძახებული თამქელი ბიჭების შემდეგ. ანუ სად წავიდოდნენ დროს, ხო, ტაქსი გამოძახებული როდის იყო და იმის შემდეგ არის ისა სასწრაფო გამოძახებული. დიახ და ვიდრე ტაქსში ჩაჯდებოდნენ, კამერაში ჩანს, რომ ეს ალექსანდრე გაბაშვილი იხდის ოლიმპიური სიმშვიდით. ანუ ეს მათი იყო ნორმა ცხოვრებისეული, ოლიმპიური სიმშვიდით იხდის ამ ჟაკეტს, უკვე მოხსნილი აქვს ისა პირზე აკრული რას? ხო, ჩანდაბა რა ქვია ეს მასკა, ეგრეთ წოდებული მასკა. კი, აფარებული მოხსნილი აქვს ეს უკვე, ამ ჟაკეტს იხსნის, წელზე ირტყავს და მშვიდად და წყნარად მოქმედებენ ეს ჩანს კამერაში. ანუ ამათვის რომ რიგითი იყო გიგავალიანი ეს დადასტურდა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული კადრებითაც და მე კიდე ბევრი ამოიღეს აღდგენილი მასალებით, რაც ტელეფონში წაშლილი ჰქონდათ აღდგენილი მასალებით, მაგრამ მე ის დანარჩენი ხალხს ხარ უნახავს და სულ რო არც ერთი ძალადობის მასალა არ მოეღო და ვერ აღედგინათ, მარტო ის ერთი საკმარისი იყო, რაც დააფიქსირა ზღვისუბნის პარკში დამონტაჟებულმა კამერებმა, რომ ოლიმპიური სიმშვიდით იხსნის ამ ჟაკეტს და ირტყავს წელზე. ანუ მათთვის ეს იყო ერთ-ერთი რიგითი ძალადობა. დიახ. ქალბატონო ეკა, აქ უფრო სხვა სურათი შეიძლება გამოჩნდეს და ამ სურათს ახლა მე ვიტყვი, რომ თუ კი არა იყო, რა თქმა უნდა, რომ გიგავალიანს დაყვებოდნენ, გიგავალიანის უნდა მოეკლათ და რაღაცა, მაგრამ იქ ვინ იცოდა, ქვა იყო და ხო შეიძლებოდა, რომ ქონოდათ ცივი იარაღი და მკვლელობა ადვილად მოეხდინა და არ ყოფილიყო დაუშვათ. ანუ მე ვფიქრობ, ამათმა როცა ეს გიგავალიანი ნახეს ცოტა სიბნელის ტერიტორიაზე, იმოქმედეს ცივი იარაღის გარეშე და იმოქმედეს ისე როგორც გიგავალიანს დამართეს და ბლაგვისაგანი არა, ქვა ჩაარტყეს. მოდით ასე ვიტყვით, ცოტა შორიდან დავიწყე. რამდენიმე დღის წინ, უпроსტად აი 8 დღის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიდევ ერთი ბოტი YouTube გვერდზე და ის წერდა, რომ კუპატაძე იტყუება. მოდით ასე ვიტყვი. მე არ ვიცი იქ რა მოხდა. ამიტომ მე თქვენ ზუსტად ვერ გიპასუხებთ. არც პროკურორმა იცის იქ რა მოხდა, არც მოსამართლეც იქ რა მოხდა. და მე დარწმუნებული ვარ, ზუსტად არც ადვოკატებმა იციან იქ რა მოხდა. იქ რა მოხდა, ზუსტად იციან მკვლელებმა. ჩვენ არავინ არ ვიცით. ჩვენი შეგროვებული მტკიცებულებებით და ლოგიკური ანალიზით მივდივართ კონკრეტულ დასკვნამდე. ზუსტად რა მოხდა, იციან მათ. სწორედ ამიტომ მოდი პატარა ჭრილსაც გავაკეთებ, ახლა სწორედ ამიტომ არ უნდა არავის ნიაიმნაძის მოსმენა. ნიაიმნაძემ კიდევ რაღაც ისეთი იცის, რაც უფრო მეტად გამწოვებს ამათ მდგომარეობას, ხომ? და იმიტომ არ უნდა არავის მოსმენა ნიაიმნაძის. ყველა არასრულწლოვანს დუმილის უფლებაა გაღებული. ერთადერთი ნიაიმნაძე იყო, ვისაც სასამართლოზე იძულების წესით რაღაც უნდა ეთქვა, ხომ? და ამიტომ გაარიდეს ნიაიმნაძეც ნეტა გენახათ ნასხიდაშვილის ადვოკატები რა დღეში იყვნენ იქ ამაზრზენი იყო იმ ყველაფრის დანახვა და გაარიდეს ნიაიმნაძეც. ასე რომ ჩვენ იქ არავინ არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ რაც შეეხება იარაღებს, თქვენ ალბათ გახსოვთ პროკურატურამ რომ გაავრცელა კადრები, როცა ალექსანდრე გაბაშვილი ესე დანას ხანჯალით რაღაცა კი, ნახეს კადრები. ლიფტში ესე ამოწევს იმას, რომ დავითრევ და ასე შემდეგ, ის არის ზუსტად ის დღე, როცა მოდის გიგასთან. 30 სექტემბერი. 30 სექტემბერს ისინი ჩვენთან იყვნენ, სავარაუდოდ
ისე შეიარაღებული, კიდევ იქ უჩანს მას ელექტროშოკი, უჩანს მას დრინი, დანაც როგორც მახსოვს, მაგრამ დანაზე ამბობს იქ მიმოწერაში, ნასყიდაშთა მიმოწერაში, უნდა დაჭრას გიგა და ეს იარაღები მას 30-ში ქონდა. ანუ ის სრულად შეიარაღებული გახდათ გიგასთან. და ყველანაირი არ არის 30-ში. მაგრამ რაც შეეხება პირველში თავდასხმის დროს ქონდა თუ არა ეს იარაღები, მე ეს არ ვიცი და როგორც გიმეორებთ, არც არავინ არ ვიცით, უბრალოდ ყველობის ვიდეო გადაღებული აქვთ. ეხლა ეს ვიდეო ცოტა ისე ფართოდ გასაშლელია. ხო, მაგრამ ვიზუალური მხარე არა. მაგრამ ერთ ამას კი გეტყვი. დანა რო ქონდა დარტყმული ვიზუალური მხარე აჩვენებდა. ხო, დანა საჭიროება აღარ იყო. უკვე გიგა გაითიშა. და ნახეთ რას გეუბნებით მე ისე თქმა მინდოდა ჩვენ ახლა ვიდეოზე ასე დეტალებში ვერ ვისაუბრებთ, თუმცა რაღაც ნაწილი წეხანაც ვისაუბრეთ და სულ არის 19+4 წამიანი, მაგრამ ერთ ამას ვიტყვი რომ ელექტროშოკის ხმა ისმის ვიდეო ხმაში. დიახ და სავარაუდოდ გიგა წაქცეს ელექტროშოკი. გიგა იყო ფიზიკურად ძლიერი და მაგის წაქცევა მასე მარტივი არ იყო. თუნდაც დაერთხა ზედა წერტილში. ეხლა ბევრ დროს დავკარგავთ საეთეროსაც და მე ვერაზოს ვერ ვისაუბრე, აი რომ ამეხსნა ფიზიკის კანონებით გიგას ჩვენ ეთერში ვისაუბრეთ ქალბატონო ეკა ჩვენ გიგას აქცევის შესახებ რომ მესაუბრა, მაშინ უკაცრავად თქვენს პასტას ვითხოვებ უკაცრავად. მოგართვებთ ახლა. დიახ. მოდით ასე მოვიქცეთ. განვიხილოთ ახლა ჩვენ გიგას აქცევის სხვათა შორის ეს ჩემეული ანალიზია, მაგრამ არის როგორ იცით, მე ესე უბრალოდ ერთი გაფიქრებით და ორით ამ დასკვნამდე არ მისვლა, არ მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკის კანონები ძალიან კარგად ვიცი და პირველივე ფიქრში ეს დავიჭირე, მე უბრალოდ გავამყარე. საქმე იცით რაშია? აი წარმოვიდგინოთ პიზის კოშკი. პიზის კოშკი არის გადახრილი, მაგრამ ის არ იქცევა. და რატომ არ იქცევა ვთქვათ? იმიტომ რომ მისი სიმძიმის ცენტრიდან დაშვებული პერპენდიკულარი, ანუ შვეული, შეიძლება პერპენდიკულარი მათემატიკის სცენით თქვა და ყველამ ვერ მიხდეს, შვეული არ ცილდება მის ფუძეს. ამიტომ ის არ იქცევა. და აი ასევე წყლის ბოთლი, ახლა ეს პიზის კოშკი ისე უბრალოდ რაც მომაფიქრდა და წყლის ბოთლი წარმოვიდგინოთ, ბავშვები ამას ხშირად აკეთებენ სკოლაში თამაშობენ, შეავსებენ ესე წყლით და გადასცემენ. და არ იქცევა გარკვეულ დონემდე და უკვე გარკვეული მომენტის შემდეგ იქცევა. იმიტომ რომ მისი სიმძიმის ცენტრიდან, გააჩინე ხა რამდენი წყალია, ხო, შეგინდ სიმძიმის ცენტრზე ვსაუბრობ, მისი სიმძიმის ცენტრიდან დაშვებული პერპენდიკულარი იმ ბოთლის ფუძის ფართობს თუ არ გადაშორდა, არ წაიქცევა ბოთლი. და თუ გადაშორდა, მე უკვე წაიქცევა. ხო? აი იმ განურჩეველი წონასწორობა არის ზუსტად იმ ხაზზე, როცა იქნება და წაიქცევა. ეხლა ეს რატო ვთქვი? გიგა იდგა და წონასწორობის მდგომარეობიდან გამოიყვანეს, ხო? ახლა წონასწორობის მდგომარეობიდან გამოყვანის მომენტს და გიგას დგომის მომენტს მე გავშიფრავ. ეხლა მოდით ჯერ დამდგარი გიგა ესე შეერთებული ფეხებით დავაყენებ ჯერ ცოტახნით გიგას და აქცევის თეორიაზე ვისაუბრებ და მე უკვე გიგას დგომას განსაზღვრავ. როცა ყველაზე მაღალ წერტილში ურტყავ, რა თქმა უნდა უფრო მეტად გადაიხრებ. ეხლა მე რომ მუცელში ჩამარტყან ინსტინქტიც არის, მოვიხრებ ეს თვითგადარჩენას, ხო, ეხლა მთლად მასე ღრმად არ შევალ დეტალებში და მოვიხრები. აქ რომ დამარტყა, რა თქმა უნდა ასე ეს ყველაზე დიდი წერტილია, ხო? და ჯერ ერთი ამბობენ რომ დაარტყა სახეში. ეს ხო აბსურდია. სახეში დაარტყავ და თავი როგორ უსკდება. საზამთროს ეფექტის თავი. აქ ბევრი ისეთი რამეა, რო რამე ისეთი რამის დადება შეძლებოდა მოპირდაპირ მხარეს ხომ მოახერხებდა. რა თქმა უნდა. ნუ მოკლედ გიგას ტვინის დაზიანებაზე ამ წუთში ვისაუბრებ, ისევ ამ აქცევის თეორიაზე ვისაუბროთ და დაუშვათ და დაარტყეს ზევით, ხო? ეხლა უნდა გასცილდეს ფუძის ფართობს, მაგრამ აქ გიგას დგომას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არ მისულა საქმე აქამდე ეს რომ გაგვეხილა დეტალებში. იმიტომ რომ ექსპერტიზის დასკვნა იყო ისეთი, რომ პირდაპირ დაარტყეს თავში და ანუ არავითარი სახეში დარტყმა, ფეხზე მდგომსაც ისეთი ბლაგვი
მძიმე საგანი შეიძლება დაარტყა, რომ ფეხზე მდგომსაც შეიძლება ტვინი ასე დაუზიანო, ან წაქცეულსაც შეიძლება დაუზიანო. ან დას ვამბობთ, იმიტომ რომ ჩვენ არავინ არ ვიცით იქ რა მოხდა. იქ რა მოხდა ზუსტად იცის გაბაშვილმა და რიკაზე, მხოლოდ და მხოლოდ. სხვა არავინ არ ვიცი და ჩვენ ეს დანარჩენი მე ვისაც გვინდა რომ სწორი სურათი დავდოთ მკვლელობის, ლოგიკურ და ანალიზს ვაკეთებ და მივიდივართ მე კონკრეტულ დასკვნამდე, ხო? მაგრამ ეხლა ნახოთ, გიგა მიდიოდა და ესენი უკან მიყვებოდნენ. გიგას ყურებში ქონდა ყურსასმენები, რომლებიც იყო დაცული რეზინით, უსმენდა მუსიკას, ტელეფონის ანალიზით ეს შეიძლება ნახონ, უსმენდა მუსიკას და ცოტაშორის გიგა მუსიკას ძალიან ხმამაღლა არა, მაგრამ ყოველთვის უსმენდა გარკვეულ ანუ საშუალოზე მაღალი ხმით. შესაბამისად, გაბაშვილი რომ ამბობს, დავუძახე. დაძახებით გიგას ვერ მოაბრუნებდა, ვერ გაიგონებდა. და კი არ დაუძახა სავარაუდოდ, გიგას დაარტყა ხელი ბეჭზე და რომ დაარტყა, ესე იგი უნდა ყოფილიყო გიგასგან ერთი ხელის მართალია გაბაშვილი ტანად მაღალია, ხომ არ ვიპარავ ძალიან ბევრ საერთო დროს. არა, ქალბატონო. არა, თქვენ მიყევთ. თქვენ ისაუბრეთ. გასამართლებული. არა, ისაუბრეთ თქვენ. ჩვენ გვაქვს დრო არა მაგაზე ისა. ქართულად. და ანუ ერთი ხელის ზომა, მას დიდი ხელი აქვს, მაგრამ 70 სანტიმეტრზე მეტი საშუალოდ ხა მეტიც ექნება რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი ხა მას რამ ხელახელები აქვს, მაგრამ და ანუ ახეთ დაარტყა გიგას ხელი და გიგა ამ დროს შემოbrunდა. მიდის ადამიანი, ხო, მიდის და როცა მიდის, ფეხები მას არასდროს არ იქნება ერთად. შემოტრიალდა და ისე როცა გიგა ასე ტრიალდება, მათი ფეხი, გიგას ფეხები ასე ვერ იქნება. აუცილებლად იქნება რაღაცა სხვა მდგომარეობით. გიგას რომ ნამდვილად წინდან დაარტყეს, ვიცით. ახლა თუ ისა ეს ბლაგვის საგანი და თუ კი ან ორი ვარიანტია მოკლედ ან ელექტროშოკით წააქციეს, რაც არის 99% ზუსტი ვერსია. რომ ელექტროშოკით წააქციეს და მერე ჩაარტყეს წაქცეულ გიგას. ან შეიძლება ჩაარტყეს და ვერ წააქციეს და მერე მოიხმარეს. არა, ორი დარტყმის შანსი არისო იქ. იქ გიგას მასე ვერ იზამნი. მოკლედ ეხლა ნახეთ, რასაც ისინი ამბობენ, რომ დაარტყა ერთხელ, იმას ვამბობ მე. იმიტომ რომ გიგა პირდაპირ მოწყვეტით ეცემა, პირდაპირ გათიშვილი და პირდაპირ გახელილი თვალებით არის. და თუ კი წინიდან დაუდგნენ გიგას, ან ნახეთ მიბრუნდა და ხელის დარტყმით შემოატრიალა ერთია, ან წინ დაუდგნენ და წააქციეს ასე. აუცილებლად თუ წინ დაუდგნენ, ფეხები მაინც ასე ექნებოდა, თუ შემოტრიალდა ფეხები მაინც ასე ექნებოდა. რატო გადავიტანეთ თქვენი ყურადღება მოულოდნელად პასტიდან ჩემს ფეხებთან? იმიტომ რომ ფართობი გავზარდე. იმ ფსკერის, აი ბოთლის ფსკერის ფართობი უნდა გაცილდეს. ფართობი გავზარდე. ანუ გიგას ფართობი ძირ დგომის, აი ასე სხვა ფართობი აქვს, როცა ფეხებში არდებს და ასე კიდევ სხვა. გავზარდე ფართობი. შესაბამისად, გიგას წონასწორობის მდგომარეობიდან გამოიყვანდნენ, ანუ ან ამ ფეხს აქეთ წაიღებდა და თუ ვერ წაიღებდა, ყოველ შემთხვევაში ამას გიგას სიმძიმის ცენტრიდან მაინც უნდა გაშორებოდა, რაც ასე მარტივი იყო. შესაბამისად, მათი თან უფრო გამყარებული იყო. გამყარებული გიგას დგომა. გიგას დგომა გამყარა სწორედ გაზრდილმა ფართობმა. ხო, თუ კი მე აი ასე ისევ არ ანუ ისევ აქაც ფართობი იზრდება, უბრალოდ მეტი შანსი აქვს მე ცოტა იქეთ ამ ხარის, ხო? შესაბამისად, ასე მარტივად ახლა ბევრი არ ვილაპარაკო და მგონი მსმენელი დავღალე. არავინ არ იღებდა ქალბატონს. ხო, ახლა მე შევეცადე, რომ ეს ცოტა პოპულისტური ენით მესაუბრა, რადგან ყველაფერი არ ვიცით. მე დაუშვათ ვიცი მათემატიკა, ვთქვათ ვიცი ფიზიკა, მაგრამ არაფერი გამეგება ისტორიის მრცხონია ძალიან, მაგრამ არ ვიცი ღრმად მე საქართველოს ისტორია თუნდაც. ხო? ანუ ყველაფერი ვერ ვიცით. შესაბამისად, პირიქით მე ვფიქრობ, ვინც იმას ამბობს, ყველაფერი ვიციო, იმან მეტად არაფერი არის, რაღაც ზედაპირული ცოდნა აქვს, ზოგადი განათლება აქვს და შესაბამისად ეს ასე პოპულისტური არის, იმიტომ ვისაუბრეთ, თორემ მეტად ღრმად რომ ჩავყვეთ ამ გიგას წაქცევის თეორიას. ისინი აბსოლუტურად იკეტებიან ყველანაირ რაღაც სისულელეში, რომ მუჭი დაარტყა სახეში და წაიქცა და მერე მიატყდა რაღაც სისულელეში. მით უმეტეს თავის დარტყმაზეც ვისაუბრებ ახლა. დაარტყა ისიც დაუშვათ. ჯერ ერთი ეს არასწორია. მსმენელი ახლა თუ მისმენთ, ეს არასწორია. თუ მისმენთ კი როგორ ამისად უკაცრავად, მაგრამ არასწორია, უბრალოდ ეს არის, გახსოვთ თქვენ ალბათ
რიკაძის დედა პირველად გამოჩნდა ეკრანებთან, თუ არ ვცდები, 19 იანვარს. 19 იანვარს ვიყავი მე ერთ-ერთ ტელევიზიაში და პირდაპირ ეთერში მაჩვენეს, ვერ მოусმინე და მე რომ ამოვარდა, მე ვუსმენდი, რომ ამბობდა, რომ დავარ და წამოიწიაო და მე დავარ და რესკატო. წარმოვიდგინოთ, რომ გიგამ წამოიწია კი არა, გიგა ადგა. ეხლა ნახეთ რა თუნდაც დაშვება გავაკეთოთ. გავაკეთოთ დაშვება, ეს არასწორია, ეს არ ყოფილა. თემქელმა ბიჭებმა, ვინც გიგა პირველმა იპოვეს და ვინც სასწრაფოს გამოუძახა და ვინც გადაარჩინა, ვისაც უბრალოდ უნდა და გიგას გადაარჩინა და სასწრაფო გამოიძახა, ლამის ისინი გამოიყვანეს დამნაშავებად, მაგრამ იმ ბიჭებმა მოკლედ დაადასტურეს და ჩვენება მისცეს, რომ გიგამ ოდნავ წამოიწია. მაგრამ დაუშვათ და გიგა ადგა. დაუშვათ და გიგა ამის შემდეგ ბოლომდე ადგა. შემდეგ გაითიშა თავბრუხო და ქვევია და წაქცეულხარ. ხო? ანუ თავბრუ და ხვეულიც კიდე რაღაცნაირი წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს. მაგრამ ისიც დაუშვათ, რომ პირდაპირ გადავარდა. წარმოვიდგინოთ, ყველაფერში გავყვეთ. იმდენად აბსურდული და რაღაცა ულოგიკო და უაზრო ჩვენებები ქონდათ, რომ აი რაღაცა პატარა სიმართლის მარცვალი თუ იყო, ისიც უკვე მე აბსურდი ხდებოდა. დაუშვათ გიგა გაიმართა და ისიც დაუშვათ, წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც პირდაპირ წაიქცა და არავითარი ფეხის მოძრაობით, წონასწორობის, თავდაცვის ინსტინქტით შენარჩუნება. გიგა რომ პირდაპირ წაქცეულიყო, შუბლი წინ არ გასკდებოდა. უკანა აქ გასკდებოდა კაკლის ეფექტით. კაკლის ეფექტით რომ გამსკდარიყო, აქ რაღაც ხო უნდა ყოფილიყო. აქ იყო დაზიანება როგორ არა, ეს უწერია ერთ-ერთ ექიმს აღწერაში. დასკვნაში. დიახ, ფორმაში წერია ეს და გამოკითხვის ოქშიდაც არის და აქ პატარა დაზიანება, მაგრამ ისეთი რომ აქედან წაქცეული ადამიანი აი ასე, მოკლედ ის დაზიანება შესაბამისი არ არის, აღარ ჩავყვები, მე უფრო მნიშვნელოვანზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ დაუშვათ ისიც, რომ აქ ცრე დაზიანება ხო აქვს, კარგი, ეთყობა რომ ეს რაღაცით დაარტყა, კარგი. და დავუშვათ კაკლის ეფექტის და გასკდა. რა აბსურდია, ტვინი, რბილი ქსოვილი აქ ვერ დაზიანდებოდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო ფილმი და იქ საუბრობს ერთ-ერთი ექიმი, რომ აი ტაისონსაც რომ დაერთხა მუჭი. ერთი აქ რბილის არის უფრო სუსტი ძვლები, ჩაიმსხრეოდა ეს. და კვალი არ ქონდა ალექსანდრე გაბაშვილის მუჭზე. კვალი აი დაზიანება არ ქონდა და გიგას თავის ქალა გათხდა, ყველაზე სქელი ძვალი არის შუბლის ძვალი. გასკდა ეს, ისე რომ ესენი არ დაუზიანდა. ეს აბსურდია, ეს სისულელია. ხო და შემდეგ თუნდაც ყველაფერში გავყვეთ, ხო? დაუშვათ მაინც გასკდა. რბილი ქსოვილი როგორ დაზიანდებოდა, თქვენ გონიათ პატარა ადგილი იყო? აი ნახე, თხემიდან იყო დაზიანება ტვინის, ჯერთ თავის ნახეთქი იყო წინიდან უკან, არა უკნიდან წინ. ეს რო დაერტყა იქნებოდა უკნიდან წინ, წინიდან უკან იყო გახეთქილი თავი და დაზიანება იყო ტვინის. აი ეს ტვინი ხო დევს აი აქ ამ თავის ქალაში, ხო? აი აქ ხო დევს ამაში და ეს აი თვალების ძირს მე ვაჩვენე მოსამართლე რომეო ტყეშევაშვილს კიდეც გიგას კატეს სურათები დაუბეჭდე, პატარა ფრაგმენტების და ვაჩვენე კიდეც. ტვინი დაზიანებული იყო, თან იქ იყო სისხლჩაქცევები, ახლა ექიმებისკენ რო იშვენ, ხეს მე ვერ დამისხდება ის ექიმები ხელიდან, მაგრამ რაც შეეხება გიგას გადარჩენის შანსი არ იყო, იმიტომ რომ სხვადასხვაგვარი სისხლჩაქცევები იყო. რბილ ქსოვილში თვითონ ტვინში, მოდი აქაც პოპულარული ენით ვისაუბრებ, ახლა თვითონ ტვინშიც იყო სისხლჩაქცეული. ტვინსა და ძვალს შორისაც იყო სისხლჩაქცეული და ძვალსა და კანს შორისაც იყო სისხლჩაქცეული. ანუ სამგან იყო სისხლჩაქცეული, სხვადასხვანაირი სისხლჩაქცევები. სამი ეტაპი გაიარა სისხლჩაქცევა. სხვადასხვანაირი იყო, ხო, ცოტა ისე რომ ვთქვათ, ხო, თლადეგი, სამგვარი სისხლჩაქცევა იყო, სხვადასხვა სისხლჩაქცევები, ესენი კი არ გაიარა ეტაპები, სამის დაზიანება ქონდა. მოკლედ და ერთ სიტყვით გიგავალენის გადარჩენის შანსი არ იყო, მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ. ბანანი გვიჭირავს ხელში და ბანანის აქეთა მხარე დავარტყით, ხო? დაუშვათ საზამთროს ეფექტის ბანანის ზედა კანიც დაზიანდა. თვითონ ბანანის შიგნი გული აქ ზემოდან დაზიანდება? არა.
ანუ ქვემოდან აბსოლუტურად ამ ხალხს ჭკუის დამრიგებელიც არ უნდა აღმოჩნდა. ანუ ბანანის კანიო დაზიანდა ის სასამთროა, ხო? გასკდა სასამთრო. ის წითელი ნაწილი შიგნით ვერ დაზიანდება. ხო? ანუ გიგას ტვინი იყო დაზიანებული და იყო დიდი მოცულობის, ძალიან დიდი ტვინი იყო დაზიანებული. შესაბამისად ეს იყო აბსურდი ყველანაირი რაც მათ. სულ ახლა მე თქვენი კითხვიდან შორს წავედი, მაგრამ არა, ქალბატონო, ეს მე ვერ ვიტყვი რომ საინტერესო იყო, არ იყო ეგ საინტერესო, მაგრამ უბრალოდ თქვენ სწორად კარგად ახსენით ეგ რაც იქ მოხდა და ანუ ჩვენ დაშვებებზე წავედით, არა გამოძიებაზე. დაშვებები გავაკეთეთ უბრალოდ. დაშვებები, ხო, მათი ნათქვამი, მე ეს იმიტომ დავიწყე რომ სიმართლე მხოლოდ მათიციან. ჩვენ არ ვიცით იქ რა მოხდა, მადლობთ. ჩვენ არ ვიცით იქ რა მოხდა, უბრალოდ ყველაფერში რომ კი დაიდო ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ კიდევ ხომ შეიძლება თუნდაც ერთ ადამიანს ჯეროდეს რომ ხო შეიძლებოდა რომ მართლა ასე დაზიანებული იყო ეს რომ ვინმე დაუშვას მე იმიტომ ვილაპარაკე ხლა ამდენ იმიტომ რომ ექსპერტიზის დასკვნა დევს საქმეში დაიკითხა რამდენჯერმე ყველა ექსპერტი აბსოლუტურად. ქალბატონო ეკა ორ კითხვას დავსვამ და ამ ორ კითხვას გავმიჯნავ ეხლა ცალ-ცალკე, მაგრამ პირველი კითხვა არის ის რომ აი რამდენია ამ იმაზე დაჭერილი მკვლელობასთან დაკავშირებით დღესდღეობით. დღეს უშუალოდ გიგას მკვლელობისთვის უკვე მსჯავრდებულები არიან ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე. ახლა მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, დარჩა მხოლოდ 3 პროცესი. ეს არის დემიტრი ჩიქოვანი და ანინა სყიდაშვილი. ანუ ესენი დაკავებულები არიან თუ გარე ესენი უკვე დაკავეს, მსჯავრდებულია პირველი ორი უკვე და მის ჭილი აქვს უმაღლესი სასჯელი. ჩიქოვანი და ნასყიდაშვილის 3 პროცესი დაგვრჩა. ასევე არის კლატკინი, ლუკა კლატკინი დაჭერილი არის, იმიტომ რომ მან ჩვენება შეცვალა სასამართლო პროცესზე. თუმცა ძალიან ბევრს ელოდება კიდევ საბრალდებას გამო. ამ წუთში ბრალდებული არის და ელოდებით კიდე ამ ჯგუფის გაზრდას, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. და იბრძოლებ სანამ მართლა სამართლიანობა არ იქნება. ყველა არ დაждდება საბრალდებას გამზე, მეკაკუბადაძეს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაკავებს. რა თქმა უნდა და მე ვფიქრობ სხვა ადამიანებსაც გადაარჩეთ ესეთი ადამიანებისგან, რომელსაც შეუძლიათ ადამიანის რაღაც დასურათება და მე თავდასხმა და მე მოკულა და განადგურება და სხვა დედებს კიდე შევები ჩააცვან. ეგ რა თქმა უნდა შეჩერება. ის ვერ დავაშინებთ, ამ კვლევებს ხო შევაჩერებთ. ხო, კი ბატონო, ეს იქნება რაღაც კარგი იქნება რა თქმა უნდა, რომ კვლელები უნდა შეჩერდნენ და მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მე აქედანვე ვეტყვი პოლიციას, პროკურატურას, მთავრობას, რომ ესეთი ახალგაზრდები, ჩემო მეგობრებო, არის საკონტროლო. ესენი უნდა აკონტროლოთ, რამენაირად რომ მკვლელები არ გახდნენ ჩვენი ქვეყნის შვილები, არ გახდნენ ის ბოროტის გზაზე მდგომი ადამიანები და არ იფიქრონ იმათმა მკვლელობაზე. რაღაც კონტროლი უნდა ამ ბავშვებს, კონტროლი უნდა აი იმენა ძალიან მაგრად უნდათ კონტროლი რა მე რაღაც ჟარგონული სიტყვა წამომცეთ ახლა დამაპატიებს ტელემაყურებელი და მე ვფიქრობ რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მთავრობა გააკონტროლებს ამ ყველაფერს და ახალგაზრდებს წაიყვანს უნივერსიტეტში, წაიყვანს სადაც თეატრში, მაგრამ არ წაიყვანს მკვლელობის გზაზე და არ გახდებიან მკვლელები. ეს სამწუხარო თემა არის და ქალბატონო ეკა და ბოლო კითხვამ და დაგისვათ. აი რას ფიქრობთ და რა იქნება იაიმნაძესთან დაკავშირებით? აი რაღაც პატარა დეტალიც რომ აი თქვენი გული რას ამბობს ამის შესახებ. ანუ იაიმნაძეს დააკავებენ მოვა ამის დიახ, მოდით მე ჩემი გულიდან ამოვალ და სამართლებრივად ვიტყვი. იაიმნაძე აუცილებლად დაждდება საბრალდებას გამზე. ამას ასე მტკიცებით ფორმაში ვამბობ, იმიტომ რომ მისი დანაშაული ამ საქმეში არის სასახა. უბრალოდ ეტაპობრივად ხდება ყველაფერი, ესე უბრალოდ მე მართლა ესე თითი გავატკაცნო, მართლა ეხლა რომ არიქა სასწრაფო დავიჭიროთ, არასრულწლოვანთან დროში ყველაფერში შეზღუდული ვართ და შესაბამისად მე რომ გახდეს რამე მტკიცებულებები შესაგროვებელი, არის კიდე რაღაცა მტკიცებულებები, რომლებიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც მე ახლა არ გავაჟღერებ, ცოტაც შეგროვდება ალბათ და ისქენ იაიმნაძეს არ დაიჭერენ და მე ამასაც არ დავტოვებ. აი ზუსტად მაგ მინდოდა მისულიყო.
მე არც ერთი წამით. მოდით მაშინ ასე ვთქვათ. ეხლა შესაძლოა ვინმე ფიქრობს, რომ აი რატომ ამბობს ასე დარწმუნებით, იმიტომ რომ არავის არ ეპარება ხეჭვი, მაგრამ მაინც ვიტყვი. ამ წუთში ვინც არის მჟავრდებული 2-ია და ბრალდებული 3-ია, არც ერთი არ იცნობდა მე იმას გიგა ავალიანს. არავინ არ იცოდა ვინ იყო გიგა ავალიანი. გიგა ავალიანს დააკავშირა ის მკვლელები ორმა ადამიანმა, გიორგი მალანიამ და ნია იგნაცემ. ესენი აუცილებლად დაჯდებიან საბრალდებოს გამზე. სხვებიც, მაგრამ ეს ორი აუცილებლად დაჯდება საბრალდებოს გამზე. ეკა ოკუპანტაძე ცოცხლობს იმისთვის, რომ ყველა დამნაშავე დაჯდა საბრალდებოს გამზე. სამართლებმა სასამართლომ გადაწყვიტოს შემდეგ მათი სჯავრი. და სამართლიანობა რა თქმა თუ მართლები არიან და ანუ სამართალი უნდა იყოს სასამართლოში. და მე ვფიქრობ რომ აღდგება თქვენ სასიკეთო ეხლა მე მოდით ეხლა ასე ვიტყვი. მე ხო ვთქვით ეხლა იმდენი გიგას დაცემაზე და იმ კლუბის მომენტზე არ იყო ჩემს მარტივი სალაპარაკო ეს, მაგრამ მე ფარავ კიდეც უკვე ჩემს ემოციას მივეჩვიე საკუთარი თავის მართვას, მაგრამ ახლა მოდით ასე ვთქვათ. ყველაფერში მივყვეთ. ყველაფერში მივყვები ხოლმე. მე როცა ჩემს დასკვნებზე მივდივარ, ანუ მარტო ჩემი შინაგანი მეთქი არ ვსაუბრობ, პირიქით, მათი საუბრის ანალიზს ვაკეთებ და მოდი ახლა ასე ვთქვათ, დავუშვათ. არ ყოფილა ეს ყველა ვიცით, ეს რო ყოფილიყო აქამდე ხო ეს ვის დაჩებოდა ისა, მაგრამ მოდით ასე გავაკეთოთ. დავუშვათ 28 წლის მასწავლებელმა, კი მართალია არ ქონია 2-3 გაკვეთილზე მეტი ურთიერთობა ნიაიმნაძესთან, მაგრამ დაუშვათ გიგა გაგიჟდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი წელი წინ ჰქონდა, თავი დაკარგა ამ 2-3 გაკვეთილს, ყველაფერი დაუშვათ. და მოდით ასე ვთქვათ, რომ ეს საწყალი უფრთო ანგელოზი ბავშვი ესე შავიწროთ ყველაფერი 100 სიტყვებიც მათ უნდათ რომ გამოვიყენოთ ყველაფერი მე ვერ ვიყენებ, იმიტომ რომ მე ჩემი ჟური ვიცი რომ სპექტაკლი და ღირსეული ახალგაზრდა იყო და მიჭირს, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, ყველაფერი რაც მათ უნდათ რომ თქვენ, ყველაფერი დავაბრალოთ გიგას. და მოდით პატარა ერთი დეტალი. სასამართლოს წინაშე ეს არის უზენაესი, ხო? სასამართლოს წინაშე დგახარ შენი ადვოკატით, რომელიც გიზის გვერდით, სადმე სხვაგან კი არა, ნიაიმნაძე იჯდა და ზუსტად მის გვერდით ყურშიც რაღაცას უჩუქჩევდა და მისი ხელი გამუდებით ხელში ეჭირა გიორგი ლეკიშვილს. ანუ ნახეთ, ნიაიმნაძის გვერდით მიერთებული ორი სკამით არის აქეთ ნიაიმნაძე, აქეთ ადვოკატი. ნახეთ, ზის გოგონა, რომელიც რაღაც შევიწროების, რაღაც ძალადობის, რაღაცის მსხვერპლია, გვერდით უზის ადვოკატი, უკან უზის მამა, წინ უზის მოსამართლე, აქ არის კიდევ 4 სხვა ადვოკატი და პროკურორი, მთელი სახელმწიფო. არის პოლიცია, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, ზის ფსიქოლოგი, რომელიც მოყვანილია კონკრეტულად მისთვის, რომ მდგომარეობიდან თუ გამოვა დააწყნაროს და მობილიზებული ყავს სახელმწიფოს ექიმიც. ექიმი დარბაზში არ იყო, მოსამართლის გამოძახების შემდეგ შემოვიდა. ანუ ამდენი ვინმეა, იქ ბადრაგებია ყველა, მოკლედ და ამდენი ადამიანის წინაშე შეგიძლია მოსამართლესთან ისაუბრო. ამაზე კარგ ადგილს სადმე იპოვი, ხომ? და თქვი, მით უმეტეს დედა გისმენს აგერ და გახეთქე გულზე. ყველაფერი თქვი, ხომ? აი ეხლა მე შეგიჩვენებ, როგორი თავხედიშვილი ყავდა და თქვენ მე რომ რაღაცა ცის წამებდით, რომ თითქოს მე ვიყავი მათყوارა გოგო და თქვენი შვილი სპექტაკლი ბიჭი, აქ არა ვარ ეხლა და აი ეთქვა, ამაზე უკეთესად კი სადმე იპოვი და ამ დროს სცენები კი არ უნდა დაედგა იმის, რომ არ შეწუხდეს, ცუდად არ გახდეს. მე მინდა დავაზუსტო თქვენი ეთერით, რომ ცუდად კი არ გახდა, ცუდად არ გახდეს. ეს თქვა ზუსტად ადვოკატმა, რომ ცუდად არ გახდეს და მე რო გადაბრუნდება, მე მოიყვანთ ექიმს და ჩქარა ექიმი აი ხელები უკან კალებს და ცუდად არ გახდეს. ვციტირებ კიდევ, ცუდად არ გახდესო და ცუდად გამხდარიც რომ ყოფილიყო, სპექტაკლი იყო იქ დადგმული მთლიანად. რა თქმა უნდა, ეს იყო წინასწარ განსაზღვრული და ცუდადაც რომ ყოფილიყო, ბოლო რესურსი საკუთარ თავში უნდა გამოენახა და უნდა ეთქვა. თუ კი რამე ქონდა სათქმელი. და
ეხლა ვინმეს წარმოუდგენია სამყაროში. ვინმეს წარმოუდგენია, როცა მე აი ასეთი უდანაშაულო შვილი მომიკლეს, რომ აი საუბარი მიჭირს იცით რა დონეზე, რომ შეხედეთ იქ ამისი შანსი ქონდა. მაგრამ მიხვდე, რომ იმდენად აბსურდული, იმდენად ბავშვური, იმდენად გიჟური, იმდენად არანორმალური იყო ეს ბრალდება, რომ აი ასეთ ფუფუნებაშიც კი ვერ თქვა. ხო? დარიგებული ყავდათ 1 მაისიდან 7 მაისამდე მასთან ხომ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა წვრთნები, მას ხო ტრენინგები უტარდებოდა რა დროს რა უნდა გაეკეთებინა. და მაინც ვერ ილაპარაკა და მაინც არ ქონდა იმედი შემდეგ მის ადვოკატს, რომ ის გადაურჩებოდა პროკურორის მწვავე კითხვებს. და შესაბამისად ეხლა შინაარსში მე არასდროს არ შევდივარ ხოლმე ესე ღრმად და პროკურორმა მართლაც ისეთი კითხვა დასვა პირველივე კითხვის პასუხი ნიაიმნაძის აბსურდულ ბრალდებას გიგას მიმართ უკვე გაყიდდა. და შესაბამისად, მაგიტომ ვითომ ცუდად გაგვიხდება. გახდა არა, იქ არ ყოფილა. გაგვიხდება. დიახ, გაგვიხდება ცუდად. ქალბატონო ეკა ძალიან სამწუხარო და უფრო მეცი კიდევ რა, მაპატიეთ. თქვით. მაპატიეთ. ექიმი შემოვიდა, მისცა წამალი, როგორც ჩანს წამალს ქონდა ფერადი გარსი, არ ვიცი რა წამალი მისცა, სავარაუდოდ ეს იყო მწვანე ვალერიანი და ამას ვამბობ იმიტომ რომ აფართხალდა ისევ ეს მისი ადვოკატი, ვაიმე, ენა გაულუჯდა, ბავშვს ემართება. და უთხრა ექიმმა, რომ ფერადი გარსი ქონდა წამალს. ანუ იმდენად მზად იყვნენ იმისთვის, რომ რაღაცა დაემძიმებინათ, მაგრამ არ გამოვიდათ, იმიტომ რომ იქ იყო ექიმი. ანუ სცენარს კარგად რო ემუშავა, ყველაფერი გააკეთეს მაგისთვის, მოდი. დიახ. ექიმი ამბობდა, რომ კარგად არის, საუბრის გაგრძელება შეუძლია, ფსიქოლოგმა თქვა, რომ საუბრის გაგრძელება შეუძლია, ამის შემდეგ განახლდა მე სასამართლო პროცესი, მაგრამ ნუ მე უდაოდ ცნეს როგორც იცით. ექიმის დასკვნით, მაპატიეთ, ექიმის დასკვნით და ფსიქოლოგის დასკვნით იყო კარგად და სასამართლო პროცესი განახლდა. და ილაპარაკა იაიმნაძე რამე? დუმილის ნიშანი გამოიღო. არც ერთ კითხვაზე პასუხი. არა, დუმილის უფლება არ გამოვყენებია, უბრალოდ უდავოდ უცნეს. ჩვენება, მაგრამ ახლა კითხვის ნიშანი მანდაც ჩდება. იაიმნაძის მიცემული აქვს 3 ჩვენება. 3-ვე ჩვენება არის რადიკალურად განსხვავებული. ვერ იპოვით ამ ჩვენებებში ორ ერთად წინადადებას. არ არსებობს რაღაც იპოვით და რომელი გაუხადეს ნეტა უდავოდ ადვოკატებმა პირველი, მეორე თუ მესამე. 3-ვე განსხვავებულია რადიკალურად. ყველაფრით განსხვავებულია. ანუ თქვენ მაინც რაღაცა უსამართლობის ის არსებობს, ხო? აქ რაღაც სპექტაკლი დადგმული, ის სხვადასხვა, ხო, ვერ გავექცევით, მაგრამ ეხლა ხო. იცით რა, მე ასეთში ანუ ამ დასკვნას მე ვისაუბრებ, მაშინ თქვენი პოზიცია არ დააფიქსროთ, ჩემ პოზიციას დავაფიქსირებ ამ შემთხვევაში. ეს სხვადასხვა ჩვენებების მიცემა, რომელიც არ მიდის ერთმანეთთან ახლოს, აგერ იაიმნაძეს კარგად დაწერილი სცენარი ადვოკატების მხრიდან და ის დაუდვეს და ვაიმე ცუდად გახდება და ვაიმე ეხლა ცუდად რო გახდეს, მე რა გვეშველება და დროზე გავიყვანოთ და ექიმი და რაღაც. ეგ ხო მე ვფიქრობ სპექტაკლი იყოს მართლაც, მაგრამ ამ დროს მოსამართლე რა გადაწყვეტილებას იღებდა, რომ ეს ხო ფაქტიურად დღეს შვილი უნდა ვცემო, რომ ხვალ არაფერი გააფუჭოს, ეგრე ხوار გამოვიდა. იცით რა არის, ეხლა კი ვამბობთ ჩვენ, რომ ვთქვათ, აი მოსამართლეს აქვს უფლებები, მას აქვს უფლებები, მაგრამ ყველაზე მეტად შეზღუდული აქვს. ის ვერ გადადგამს ვერც ერთ უკანონო ნაბიჯს, იმიტომ რომ ის მართალი უნდა იყოს დაზარალებულთანაც, ბრალდებულთანაც, საზოგადოებასთანაც, მოწმესთანაც, ყველასთან. მას უწევს ბეწვის ხიდზე გავლა, მე რომ რაღაცა შეცდომით თქვა, მე ბოდის მოვიხდი საჯაროდ, მაგრამ მოსამართლის ბოდიში დაგვიანებულია. თუნდაც 1 წუთის შემდეგ რო თქვას. მოსამართლის გადაწყვეტილება საჩუქრდება კიდეც. შესაბამისად, მოსამართლემ ყველაზე სწორად უნდა გაიაროს, უშეცდომად უნდა გაიაროს იმ ბეწვის ხიდზე. და შესაბამისად ის მართალი უნდა იყოს შინაგანად, ადამიანურად, შესაძლოა კარგად ხვდება, შესაძლოა ყველაზე კარგად მოსამართლე ხვდება, იმიტომ რომ ის ემოციაზეც აკვირდება, ორივე მხარეს უსმეს, ყველაზე მეტად ჩვენ შეიძლება ჩვენი შინაგანი
მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე, მტკიცებით ფორმაში ვამბობთ იმას, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და სხვა რამე შესაძლოა იმდენ ყურადღებას არ ვაქცევთ. და ბრალდებულების მხარე პირიქით იმას აქცევს ყურადღებას და მოსამართლე ხო ყველაფერს ამას უსმენს. შეგნებულად არ ვაქცევთ არა. ჩვენ ამას ვასაბუთებთ. ხო არ მინდახათ ცუდად გამოვიდეთ თითქოს ვიღაცას ვფუთავთ, არაფერს არ ვფუთავთ ჩვენ. და მაგრამ მოსამართლე ხო ორივე მხარეს უსმენს და ყველაზე თან კომპეტენტური უფრო მეტად არის ახლა ვიდრე მე ვის დავეკარგე ხომ? და მას ყველაზე მეტად აქვს შეზღუდული უფლებები კანონით, ისევ იმ კანონით, რომელიც კანონითაც მან მსჯავრი უნდა დაუდოს ნებისმიერ ბრალდებულს და ის ასევე მართალი უნდა ყოფილიყო, თუნდაც იმ მაპატიეთ და სიმულიანტნია იმ ნაძესთანაც. კარგით, ქალბატონო ეკა ცოტა მძიმე გადაცემა გამოგვივიდა და ჩვენ საზოგადოება მოგვისმინა საზოგადოებამ და გაგვიგებს კიდევაც. მე თქვენ მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ბრძოლის უნარიანი გამყოფოთ ღმერთმა, სანამ სამართალი არ იქნება თქვენ მხარეს და მერეც რა თქმა უნდა, სულ ჯანმრთელობა და მე მკვდარ შვილი მკვდარ დედასთან ვერ ვისაუბრე და ვერც კითხვები დაგისვი, რაც მე მჭირდებოდა, მე კი არ მჭირდებოდა, საზოგადოებას მჭირდებოდა, მაგრამ რაც დაგისვით კითხვები ეს იყო ჩემთვის მძიმე თქვენი საუბარი და მე გისმენდით ისე როგორც უნდა მომესმინა. მე ბატონო კახა ერთ პატარას დავავადებ, მოდის გიხდით. სავარაუდოდ ეს შვილმკვდარი დედა რომ უძლურებაში ვარდება და ბრძოლის უნარს კარგავს, ეს ქონდა გასიგრძე განებული სწორედ საქმის პირვანდელ პროკურორებს და ამიტომაც დამჭირდა მე ქუჩაში გამოსვლა. თქვენი ბრძოლა მე ვნახე რამოდენიმეჯერ და ამიტომ დამჭირდა და ახლა ხედავთ მე ჩემი შვილის თუნდაც კვლელობის მომენტს უბრალოდ აღუწერ ამბავივით. თითქოს რაღაც წიგნში წამიკითხავს და უყვები. სწორედ ამიტომ ვერ მომერევიან. აი სწორედ ის უძლურებაში მყოფი დედა არის იოლად გასაჩერებელი, იოლად დასამარცხებელი, იმიტომ რომ აღარ ძალუძს მას, თორემ ის კი არა რომ მას რაიმეს ეშინია, უკან დაიხევს, ან რაღაც მსგავსი, ძალა აღარ შესწევს. და შესაბამისად არის იოლად გასატეხი. ამიტომ და სადაც უფრო სუყია მე იქეთ დანარჩენი სიტუაციები, იქეთ ურჩევნიათ. სხვათა შორის ეს ქეთისონიძეები და ლევან მეფხვაძეები უფრო ცოტანი არიან და ლუკა გამყრელიძეები და მიხეილ კუპრაშვილები უფრო უხვად. ამიტომ მათ უფრო კარგად იციან და ხა ყველაფერი ქეთისონიძეს და ლევან მეფხვაძის და მისთან ადვოკატის პროკურორების ხელში ხომ არ მიდის და მათ უფრო კარგად იციან დაზარალებულის კი არა, მე ასე ვიტყოდი, განადგურებული ჭირისუფალის ქცევები. და მათთვის მოულოდნელობა იყო ეკაკუბატაძე, აღმოჩენა იყო მათთვის ეკაკუბატაძე, ოღონდ დაგვიანებული აღმოჩენა. და შესაბამისად, იმიტომ მოხდა ეს საქმის ამ დონემდე ჩაფარცხა. კიდევ ერთხელ გისურვებთ ქალბატონო ეკა ჯანმრთელობას, მადლობა ჩვენ ეთერში მობრძანებისთვის მადლობა თქვენ საეთერო დროსთვის. ცოტა აი ხო წეხანაც აღნიშნე და ძალიან მძიმე გადაცემა გამოგვივიდა მართლაც და კიდევ და კიდევ გისურვებთ ყოველივე კარგს და ზეიმს რომელიც სამართლიანობა ნიშნავს. კარგად ბრძანდებოდეთ. მე კიდევ მშვიდობები ტელემაყურებელს მომავალ ხუთშაბათთან.